პრობლემური გამოდექი მე ყველაფერი მიდის კარგად, ესე გონია, თუმცა ორსულობა არ დგება. ეს ამბავი დაახლოებით 3 წლის მანძილზე ბრძოლდება. კლინიკა შევიცვალე უამრავჯერ, ექიმი შევიცვალე უამრავჯერ. მე რატომღაც ექიმებმა გამიცრუეს იმედი ხარ სრულ ბურუსში. შესაბამისად, იმიტომ რომ ერთი ავტორიტეტი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, მესამეს და ხარ აი ამ რაღაცა გაუკვალავში. ამ რაღაცის პროპაგანდას არ ვეწევი. მე ხამუშება ამაზე ლაპარაკი ჩვენ სოფელში არის ქალბატონი, რომელიც ამზადებს რაღაცა ჯადოსნურ ხსნარს და რომელიც ძალიან ეხმარება ორსულად. არ არსებობს. 5 ფეხმძიმობა მქონდა ისევ, ოღონდ ეს ყველა ფეხმძიმობა წყდებოდა მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღეს ვსაუბრობთ დედობის განსაკუთრებულ რთულ გზაზე. არსებობს ისტორიები, რომლებიც მარტივად არ იწყება. არსებობს ისტორიები, რომლებიც საკმაოდ რთული დასაწყისით გამოირჩევა, მაგრამ აქვს ბედნიერი დასასრულები. დღეს ვსაუბრობთ გზაზე, სადაც იმედი რამდენჯერმე დაიკარგა, თუმცა შემდეგ მალევე დაბრუნდა და ძალიან კარგად დასრულდა. დღეს ჩვენი სტუმარია ქალი, რომელიც 8 წელი ელოდა შვილს და საბოლოო ჯამში მისი აი ამ ხანგრძლივი ლოდინის ისტორია ძალიან კარგად დასრულდა. დღეს არის ის პატარა საყვარელი ბაიას დედიკო. ჩვენი სპონსორი არის მილინ პარასი, რომელიც გთავაზობთ ძალიან გემრიელ, ნატურალურ და 100%-ით ბუნებრივ ფაფებს ფინეთიდან და ასორტიმენტში აქვს ისეთი მრავალფეროვანი სახეობები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური რაციონისა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მოგესალმები ნათია. გამარჯობა მარიამ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს და შთამაგონებელი, დარწმუნებული ვარ ბევრი ქალისთვის, რომელიც ყოველდღიურად ოცნებობს რომ გახდეს დედა და ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენთვის ამ ისტორიის მოსმენა. რომ დავიწყოთ შენი ისტორიის მოყოლით, აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო ლოდინის ეს ისტორია? ეს ისტორია დაიწყო შემდეგნაირად. 9 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ესე მომზადებული მშობლებივით, ესე ხუთოსანი მშობლებივით დაიწყო ეს ყველაფერი, მივედით ექიმთან, შევემოწმეთ ისიც, მეც და დაგეგმილად. კი, დავგეგმეთ, რაღაც ეს მქონდა, რომ მოდი დავგეგმოთ, რაიმე ისეთი არ გამოიპაროს. ძალიან ესეთი არ მგონია რომ რაიმე პრობლემა გვაქვს, მგონია რომ ორივე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, მომავალი მშობლები ვართ, თუმცა აღმოჩნდა ისე რომ პრობლემური გამოდექი მე არ პრობლემური რაღაც არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ ხო ესე გამოდის რომ ექიმმა მითხრა რომ ხო რაღაც გარკვეული პერიოდის მერე მოკლედ დადგებოდა ეს ჩემი ორსულობა, არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ ჰორმონებია შეცვლილი. საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც მარტივად ლაგდება. არაფერი განსაკუთრებული, ხო, აი ჰორმონების თემა იყო. მივყავით მოკლედ ექიმის დანიშნულებას, ყველაფერი მიდის კარგად, ესე გონია, თუმცა ორსულობა არ დგება. არ დგება 2 თვე, 3 თვე, 4 თვე და რატომღაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეცვალა ეს ექიმი. და მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ეს ამბავი, დაახლოებით 3 წლის მანძილზე ბრძოლდება და არც ერთხელ არ მომხდარა ორსულობა. შენ ამასობაში შეიცვალე ექიმი, შეიცვალე კლინიკა. კლინიკა შევიცვალე უამრავჯერ, ექიმი შევიცვალე უამრავჯერ, ყველას თავთავისი დიაგნოზით, ყველა თავთავისი ანალიზით დიაგნოზები იცვლებოდა ამ დიაგნოზები. ხო, რაღაცეები იცვლებოდა, რაღაცეებს რაც ერთი ექიმი აპრობლემებდა, მეორე ამარტივებდა და რაღაცა ეს დინამიკა იყო, რაღაცა ყველას თავისებური ხედვა და ცოდნა გააჩნდა და ყველას პატივსცემ, იმიტომ რომ უამრავი ქალის ბედი შეუცვლიათ ამ ექიმებს, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში მე რატომღაც ექიმებმა გამიცრუეს იმედი, ოღონდ არ მინდა რაღაცა ისე გამოვიდეს რომ მსხვერპლი ვარ ამ რაღაცის, უბრალოდ არა იცი რა მსხვერპლი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი არის მართლა ყოველდღიურად მე თვითონაც ბევრი მეგობრისგან გამიგონია რომ აი ეს დაუზუსტებელი დიაგნოზები, რომლებიც წლიდან წლამდე იცვლება და შენ თვითონაც უკვე პაციენტს აღარ გესმის, ანუ რეალურად რა პრობლემის წინაშე დგახარ. კი. და ხარ სრულ ბურუსში შესაბამისად, იმიტომ რომ ერთი ავტორიტეტი ერთს ამბობს, მეორეს, მესამეს და აი ხარ აი ამ რაღაცა გაუკვალავში. ხო.
არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ რატომღაც მინდოდა ამის გადამოწმება შენთან, მაგრამ წინა სიტყვას ვიტყვი, არ ესე ვთქვათ, ამ რაღაცის პროპაგანდას არ ვეწევი. მე ხამუშება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც მინდა რომ ვთქვა და მე თუ მოუყარე ბოლოში აზრი რატომაც ვთქვი ეს, მოკლედ დავიწყოთ, იმით რომ მოკლედ ეს ცოტა ძველი თაობა, როგორ რაღაცა, იცი, ჩვენ რეგიონ, როგორ ვთქვა, აი ვინც რეგიონში ჩადის, ესეთი ქალბატონი, ვისაც უჭირს დაფეხმძიმება, გამეთანხმებიან, რომ არის ხოლმე უფროსი თაობიდან რაღაცნაირი ყოველთვის თავაზე მოდი, იცი რა, აი ჩვენ სოფელში არის ქალბატონი, რომელიც ამზადებს რაღაცა ჯადოსნურ ხსნარს და რომელიც ძალიან ეხმარება. მე აი 3 წლის მანძილზე ვიყავი აი რაღაცა იმის ქვეშ, რომ მოდი დედა ცადე. მოდი აი ჩემი დედამთილიც ძალიან ჩართულები იყვნენ ორივე დედა ამ რაღაცაში, რომ ანუ რაღაც გიზავს და იტალია და რაღაცა და მე ამ დროს ძალიან მგონია რომ სრულიად ზედმეტია და არა და ამის დრო და ანუ ექიმების მჯერა, ну არა უშავს ახლა ეს ერთმა ექიმმა არ გაამართლა, მეხუთე გაამართლებს და რაღაცა მაინც მინდა რომ ცოტა რაციონალურობის ფარგლებში ვიყო და აი დავრჩე, ესე ვთქვათ, იმ წამსის ქვეშ, მაგრამ ну ეს არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს 3 წლის თავზე ცოტა სასოწარკვეთი მიცემული, რაღაცნაირად ვნებდები ამ ხო, აი ეგაც მინდა და შუაგზაში მეკითხა, რომ აი ეს პროცესი ძალიან დამღლელია. ვინც აი ამ წლების ლოდინის შემდეგ გააჩინა შვილი, ყველა დამეთანხმება, რომ ერთის მხრივ არის რომ შენ თვითონაც ძალიან გინდა, მეორეს მხრივ არის საზოგადოების დეწოლა. მესამე ალბათ ის ფაქტორიც არის, რომ ამდენი მცდელობის შემდეგ რომ არ დგება შედეგი და ძალიან ბუნებრივ რაღაცას მეუბნები ახლა, რომ შენ თვითონაც რაღაცა იქი წაგიღო სასოწარკვეთილებისკენ. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორი რაღაცა იყეცი, ეს იყო 9 დღიანი კურსი. და რაღაცნაირად ჩემი თავი ესე დავაპროგრამე, რომ აი ხო 9 დღე არა უშავს, ახლა მთავარია 2 თვე არ არის, იმიტომ რომ მე ამ ესეთი რაღაცისთვის 2 თვე, როდესაც რაღაცა, ესე იგი ძალიან უნდა, ესე ვთქვათ, ჩაერთო და მე ამის, იმიტომ რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ რაღაცის მიმართ, განწყობილი, ადავმალავ და არ მეგონა თუ, ესე ვთქვათ, ანუ შემთხვევითობებს ესე ვთქვათ, ვაწევი. აი ხო, უბრალოდ დავლევ დამოკიდებულება გამოხდა ახლა ბოლო აი ჩემებს მობიშორებ ხო აი დამშვიდდები კი მე არ უშველა რა და რა იყო ეს ხსნარი ან ბალახეული იყო როგორ ბალახეული იყო რაღაცა ბალახეული იყო აზერზე არა ვარ ძალიან ესე ბრმად მივენდოი ამ 9 დღეს ამუშტო რომ 9 დღეც ვერ დავლიე რაღაცა საზისგარი გემოქონდა თუ რატო არა ციკლი დაემთხვა ოკეი და მოკლედ 6 დღე გამოვიდა ისე რომ დავლიე ეს მაგრამ ჩემი მეუღლემ ბოლომდე მიიყვანა ხო მეუღლეს და ისიც რაღაცნაირად დავითანხმენ ну კაი შენ გამოვიდა და ისიც ჩემნაირად ძალიან სკეპტიკურად და საერთოდ არაფერს არ ველოდები იმ თვეს ხო ორსულად არ არსებობს. ამის წლის თავზე არასდროს ერთხელაც არ ვარ ორსულად და ამან გამოიღო შედეგი. და მივიყავი ცოტა აი შოკში და ძალიან შოკის მომგვრელ რაღაცას ამბობ. ხო და თან როგორ რაღაცა იცი აი შეიძლება ერთმა კურსმა არ გიშველოს ერთი 3 კურსი მაინც უნდა გაიარო ესეთ რაღაცა მითხრეს და მერქი სამი კი არა ერთიც რო დავლია საკმარისია და ვიტყვი რომ არა რა ხო აი ხო ცადე და არ გამოვიდა ხო და ხო ცადე და არ გამოვიდა და რაღაცნაირად აი ჩემი თავიც ესე იმას ვქენი და ერთი იცი რა მაინტერესებს ამის დალევა დაიწყე მაგრამ პარალელურად ტრადიციული მედიცინა რას გეუბნება ორსულობის შანსი ჩვეულებრივ გაქვს და ყოველ თვე ელოდებით რომ დაურსულდებით თუ აი რას ამბობს ტრადიციული მედიცინა კი ფარისებურის პრობლემები მაქვს მე საკმაოდ სერიოზული სერიოზული როგორ ჰიპოთირიოზი რომელიც ჩვეულებრივ მედიკამენტოზურად უწყდება და არ არის ესეთი დაავადება რომელსაც ვერ მართავდა ამას მართავდი 2 წელიწად ნახევარი და რატო არა 3 წელი? იმიტომ რომ აი მან მივდივარ იმასთან რომ ძალიან ცნობილ ექიმთან ვიყავი, რომელსაც ეს პრობლემა გამორჩა. როგორ გამორჩა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მოხდა ესე. ჩემ და გასაკვირად და
მე ერთი პერიოდი არ დავდიოდი ცნობილ ექიმებთან და მივედი ვიღაცა რიგით ექიმთან და იქ უფრო მეტი ნდობა მქონდა სხვათა შორის. აი ამ ექიმბაში სწამალის ბრალია საბოლოო ჯამში რო დავრსულდი თუ კურნალობის იმ სამწლიანი ციკლი საერთოდ როგორ ფიქრობ? არა. აი, გავაგრძელოთ ისტორია. გავაგრძელოთ ისტორია. არა, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა პერიოდი, ანუ ამ 3 წლის მანძილზე მქონდა წყვეტები, საერთოდ აღარ კურნალობდი, მე ჩემს მენტალურ პრობლემებს, იქნებ მე იწყებ ძებნას, რომ იქნებ ჩემშია პრობლემა, იქნებ მე ვარ ფსიქოლოგიურად არ ვარ მზად და რაღაცა მჭირდება კიდევ და ნუ რაღაცა მოკლედ რაღაცა ნიშანი, ანუ რაღაცა შინაგანი შეგრძნება. ხო, არ ვიცი, აი მოკლედ რაც ოღონდ ეს ამბავი ნახე 3 წლის მერე დავფელმწიმდი. თუმცა გუგა შემეძინა 8 წლის მერე. ასაგებია. ხდება ამბავი. სამწუხაროდ, ჩემი დაუდევრობით სხვათა შორის ეს ორსულობა მიდიოდა ფანტასტიკურად. და 18 კვირის ვარ და მომკლედ ეს ორსულობა ტდება. ну მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ მე ვაბრალებ ამას ჩემს დაუდევრობას რატომღაც როდესაც ფარისებური შევიმოწმე მოკლედ ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო რომელიც საკმაოდ საში იყო ბავშვისთვის და გვეგონა რომ გადავარჩინეთ ბავშვი იმიტომ რომ ძალიან მაღალი დოზით დავიწყეთ ხოხნის მიწოდება მაგრამ არ აღმოჩნდა ესე და რაღაცა ესე მგონია რომ ერთი თვის თავზე უკვე მოხდა ეს რაღაცა ტრაგედია იყო, შეწყვეტა, ტრაგედიაც იყო, ძალიან დიდი დანაკარგი შეგრძნება. როგორ იყავინათია? ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ იმხელა ენთუზიაზმით ვიყავი. ანუ ერთ აზრსაც არ უშვებდი, რომ რაღაცა შეიძლებოდა გამომპარვოდა, იმიტომ რომ მე ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ, რომ რაღაცა ჩემ თავს რო ხდება, ანუ მაინც ცუძე არ ვამახვილებ ყურადღებას და ეს იქნება და ეს მოხდა ან ცუძე არ მაქვს არა ფოკუსი რა ანუ რა ვქნა ესეთი ადამიანი ვარ და რაღაცა ძალიან ლაღად პოზიტიურად და რაღაცა დატყობა ვერ დავიცავე ბოლომდე ჩემი ხო და ძალიან ბრმად მივედი ჩემს იმდროინდელ ექიმთან და რატომღაც მას არ ვუთხარი რომ ეს პრობლემა მაქვს ესე იგი ჩემი ბრალი იყო ხო კიდევ ერთხელ აი ძალიან არ მგონია რომ ბრალის ძიება სწორი იყო რაღაცნაირად აი რატო არ გავაკონტროლე იცი რა ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ ხო არ არის ყველანი ადამიანები ვარ და რაღაცნაირად ან გამოგეპარება ან ბევრი რამე ხდება ხო რა თქმა უნდა, ანუ ჩემ თავს არ ვადანაშაულებ, ან თუ ვადანაშაულებ, არც ეს არის პრობლემა, ყველას მოგვსლია შეცდომა და ოკეია, ну რა ყოველდღიურად ხო ეს ხდება. ოკეი. შემდეგ ხო, ამ 3 წლის მერე რა ხდება? რაღაცნაირად ცოტა ისეთი ტრანსფორმაციული პერიოდი დამეწყო. რაღაცა აუზდექი, იმიტომ რომ ერთი თვე ძალიან ერთი თვე არა, ფლად ერთი თვე არა, მაგრამ აი 2 კვირა ძალიან წამიღო ამ ამბებმა და 2 კვირის მერე რაღაცნაირად მოიკრიბე ძალა და სულ სხვა მიმართულებით წავიღე ჩემი ენერგია და ვიფიქრე რომ ცოტა ხანი ვერ ვიფიქრებ დაურსულებაზე, იმიტომ რომ ძალიან გაწყვეტილი მაქვს რაღაცა ეს შინაგანი იმედგაცრუება იმხელა იყო. ამ ტრაგედიამ იმხელა რაღაც ჩატყვიტა ჩემში რომ გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი დავლოდებოდი და როცა უკვე ვიქნებოდი მზად, მოკლედ ისევ მივიდოდი ექიმთან და არ დავლევდი, თუმცა იმ წამალს არ ვაბრალებ არაფერს. ამის დამსახურება არ ყოფილა ეს. ხო, ამის ხაზგასმა მინდა. მოკლედ, ამის მე ტრანსფორმაციას რას გული ჩაისახა ჩანი ბლოგი. არ ვიცი, ბევრი რაღაცა ისეთი, კარგი და სახარბიელო მოხდა, ბევრი ცუდიც მოხდა. ცუდში გულისხმობ რამოდენიმეჯერ ისევ დავფელმძიმდი. ხო. და დაახლოებით არა 5 ფერმძიმობა მქონდა ისევ, ოღონდ ეს ყველა ფერმძიმობა წყდებოდა ძალიან ადრეულ ვადაზე. ფარისებურის პრობლემის გამო? ფარისებურის პრობლემა მე იმდენად დამზაფრა იმ სიტუაციამ, რომ ყოველ 3 თვეში ძალიან ეს ასკეტურად მივდივარ ყოველთვის ექიმთან და ემოწმები მივდივარ ექიმთან, სვამ დოზირებულად ყველაფერს ექიმის დანიშნულებით და ყოველთვის არის ნორმის ფარგლებში.
მივდივარ ექიმთან, ხვდები რომ მე რეპროდუქტოლოგი არ მშველის, მივდივარ ენდოკრინოლოგთან. ეს არისო ერთი ენდოკრინოლოგი, ორი ენდოკრინოლოგი, რომელიც მეუბნება რომ იდეალურად არის ყველაფერი და ამოწმებს ყველა ჩემს ციკლს, ამოწმებს ჰორმონებს, რომელიც იდეალურად არის, მაგრამ არის ეს ხელებს არის ვერაფერს ვეზევით რომ აი ვერაფერს ვერ ხვდებით პრობლემას ვერ ვაგნებთ ყველაფერი კარგად არის და მოდუნდი მოეში აი რაღაცა აი რაღაცნაირი ესეთი და ყველაფერი იქნება მაგრამ არაფერი არ ხდება გადის 4 წელი არაფერი არ ხდება გარდა აი ამ რაღაც შეწყვეტილი ორსულობებისა და ნუ აი გინეკოლოგი რას ამბობდა რომ რატო წყდება ორსულობა არ იცი ან არავინ არაფერი არავინ ვერასდროს ვერავინ ვერაფერი ვერ ხო რაღაც ვერაფერი ვერ გაიგო ერთმა მეორემ 5 თუ 6 კლინიკა მაქვს ჯამში გამოცვლილი. ახლა რო ვთქვა რომ აი ყველას კისერზე ყველა კლინიკა არ მაქვს დაცდილი, მაგრამ 5-6 კლინიკა ეს უკვე ძალიან ბევრია. მე მგონი, ხო. უკვე ძალიან ბევრია. ხო და მოკლედ შუალედებში მქონდა ეს იყო მომენტი როცა იფიქრე რომ შეიძლება საერთოდ ვერ გამხდარიყავი დედა? ხო. მესმის მძიმე კითხვა, მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ ეს აზრი მოდის ხოლმე. სხვათა შორის პირველი, როდესაც დავიწყეთ უკვე ბავშვსა ფიქრი, პირველი ნახევარი წელი იყო აი ამ ფიქრში, რომ რამჭირს და ხვდებოდი, რომ აი რაღაცა ძალიან შფოთავდი ამის თაობაზე რა და აი ამის მერე მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მე ჯერ ჩემი თავი უნდა დამემშვიდებინა. ხო. არაფერი, ანუ ერთი წელი შეიძლება ვერ დაორსულდეთ ადამიანი ხალხო, ანუ ჩაულებრივია რაღაცა ერთი წელი, ორი წელიც. ზოგი ამბობს, რომ ორი წელიც არა უშავს თუ არ ვსდები, ანუ უშვებენ ესეთ რაღაცას. მაგრამ ესე საჯარო ცნობილი არის, რომ ერთი წელი არის, ასე ვთქვათ, ერთი წლის მანძილზე თუ ვერ დაორსულდი, უკვე საჭიროა მოკლედ მიმართოთ სპეციალისტს და ხო, და იყო რა თქმა უნდა, კი, აი ეს 6 თვე იყო ყველაზე ისეთი, მაგრამ მე შემოუძახებდი ჩემ თავს ყოველჯერზე, ამდენჯერაც ეს ფიქრი შემომიტევდა. დრო და დრო კი მაწუხებდა. ანუ მაინც არ განგიხილავს ის ალტერნატივა, რომ თქვათ დანებებულიყავი და თქვათ, ნუ არ ვიცი, სხვადასხვა ადამიანები არსებობენ, ზოგისთვის არ არის დედობა. იქნა მეც ესეთი ვარ, აი ესეთი ფიქრები გქონია? ო, მე არ ვარ ეგეთი. ანუ მე ვარ როგორ იცი, ყველა ანუ სამყაროს მიდასტურებდა, ადამიანები მიდასტურებდნენ ყოველთვის იმას, რომ დედა შენ რა კაი დედა იქნებოდი? ამას მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ ხედავდნენ ჩემსა და მათ შვილებს შორის დამოკიდებულებას და რაღაცა ეს არ გამოეპარა, არ და ყოველთვის იცოდი რომ დედობა იყო შენი. ხო, მე ვიცოდი ეს ჩემ თავზე და აი გულში მიხაროდა ამის მოსმენა. ეს შინაგანი რწმენა როგორც ჩანს ქონდა ძალიან ძლიერი, რომ აი არასდროს არ დაგაგდო და ყოველთვის წინ გამევზრავებო. კი, და როგორც ხო აი როგორც თქვი, ძალიან ოპტიმისტი ვარ ამ გაგებით და მგონია რომ ყოველთვის მეგონა რომ ალბათ არ არის ამის დრო, არ ვიცი როდის არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. ანუ სხვანაირად რომ და ყველაზე გარდამტეხი რა იყო, იცი? აი ეს პირველი შემთხვევა, რომელიც მე ვახსენე, რომელიც მეგონა რომ ძალიან კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ როგორც თქვი ისე დასრულდა სამწუხაროდ, თუმცა ამან მე იმხელა ძალა მომცა და იმხელა мотиваცია, რომ მე ერთხელ რო ფეხმძიმედ დავრჩი, ანუ შესაძლებელი ყოფილა. თან მე ამ ბავშვის 12 კვირის სკრინინგი დავათვალიერე, იდეალური ბავშვი, უჯამრთელესი იმ დროისთვის, იმ პერიოდისთვის, იმ ვადისთვის და მოკლედ ის ეჭვიც გავფანტერო შეიძლებოდა მოკლედ ჯამრთელი ბავშვი გამიჩნდებოდა რა, ამის ძალიან დიდი ესეთი მყარი გავიმყარე ეს ჩემში და რა ვიცი. ძალიან დიდი ძალა არის ეგ წმენა, იმიტომ რომ მით უმეტეს სამყარო რომ მოგცემს მაგ ნიშანს, რომ აი შეგიძლია, მე რაღაცნაირად არ ვიცი, სასწაულებრივი ძალები იყრება თუ რეალებს შენ გარშემო, რომელიც მართლა უდიდეს რაღაცებს შეგაძლებინებს. კი. და შენი ისტორია არის მაგის ნათელი დასტურზნია. და ეს არ არის დასასრული ჩემი იმის მე როგორ რაღაცა იყო იცი მე რო თქვი რომ ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემი ცხოვრების თქო ანუ აქ მხოლოდ ექიმბაშით და ექიმით არ შემოფარგულა ეს ყველაფერი მე თვითონ უკვე ალტერნატიული გზების ძიება დავიწყე იოგას დავეუფლე
ჩემთვის არა პროფესიონალურად დამჭირდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ და მოკლედ რაღაც შედეგები დავინახე ჩემს თავზე. ნუ სიმღერა მაწუხებდა. კი, სიმღერაში ფოთოც მაწუხებდა, იქ რაღაცა ჰორმონალური ბალანსი დამერვა, მე თვითონ გრძნობდი ამას. ჩემი ციკლი მაუწყებდა ამას და ჩემი ხასიათი და ხვდებოდი რომ ვერავარ რა, ცოტა ხო და ეს იოგა ძალიან მეხმარება ან სიმშვიდეში, ბალანსში, საკუთარი თავის მოყვანაში ან ბალანსში და იყო იოგა ჩემს ცხოვრებაში, იყო სუნთქვითი პრაქტიკები, თუმე სწორ სუნთქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ჯანმრთელობისთვის და ჰორმონებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი. ძალიან მაგარია. თუ კარგ გიციპოვი თამაში იოგაშიც და იმაშიც იდეალური იქნება და სხვათა შორის უკვე იმედიც კი მომეცა სხვათა შორის მხოლოდ იოგას როცა აკეთებდი, ანუ იმ ხელას ხოვა იყო ჩემს მაშინდელ თავშორის და მე როდესაც ამ პრაქტიკებს განახორციელებდი, რომ აი ეხლა არა და რამოდენიმე თვეში აუცილებლად მე რაღაცა ყველაფერი ისე და მიაღწია, ანუ იმ შინაგან ბალანსს, რომელიც ხო, აი დამშვიდდი. რაღაცა ჯანმრთელობაც, ფიზიკური ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს. ანუ თითქოს ეს ყველაფერი მაუწყებს, რომ აი მზად ვარ რა, ყველაფრისთვის და ვუშვებ ჩემ თავში რომ მზად ხარ რა, ანუ ანუ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი რა, ძალიან მალე და მაგრამ ალბათ ან მე ვიჩქარი, ან რა იყო, არ ვიცი, ხა ცოტა სულსწრაფი ვარ, ალბათ რამოდენიმე თვე მივეცი ამ ყველაფერს გასაქანი, მაგრამ ამით მე არ დაუკმაყოფილდი. შემდეგ მოკლედ ინტერნეტში მხვდება ესეთი რეკლამას ქვია, ესე იგი 21 დღიანი მარათონია, რაღაცა რუსულენოვანი იყო, არ ვიცი რომელი ქვეყანა იყო, არც დავინტერესებულა, უბრალოდ ვიცი რომ რუსულენოვანი იყო 21 დღიანი მარათონი სწორი კვების და მოცა ჰორმონალური რესტარტი ესე ერქვა. და ოპა, შევედი, წავიკითხე აღწერა, რა ხდება? დაწერია და მოკლედ მათთვის, ვისაც ჰორმონალური დისბალანსი აქვს, მათთვისაც უნდათ დაფეხმძიმება და ანუ მივხვდი რომ შენთვის მივხვდი რომ რაღაცა ოპა ეს ჭირდება, იმიტომ რომ თან გონია რომ ყოველთვის სწორად უკებები, მაგრამ ამავე დროულად სხვაში წვეთია ჩემი ცოდნა იმასთან შედარებით, რაც იმ 21 დღეში მე მივიღე და როგორი მხარდაჭერაც ვნახე იქ ქალების და ესე შემდეგ. ანუ რა პრინციპს ემყარება ეს კვება? არ მახსოვს რა ერქვა ამ კვების სტილს. ნახე როგორი რაღაცა მოხდა, ბოლომდე არ გავყევი მე ამ თემას. როგორც გითხარი, სულსწრაფი ვარ და ინტერნეტში დავიწყე უკვე ძებნა კიდევ უფრო ეფექტური რა ქვია მეთოდი. აბა კიდე რა შეიძლება უკეთესი. იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი შეგრძნება რომ ანუ მომეწონა ეს 21 დღეში 12 დღეში იმ ხელა ცხოვა ვიგზანი საკუთარ თავზე რომ მივხვდი რომ რაღაცა არის ამაში ფიზიკურ დონეზე იგრძენი? ფიზიკურ დონეზე ვიგრძენი რომ აი სრულიად შემეცვალა. აი რა შეიცვალა? კუჭის მოქმედება პირველი კვებას რაც უკავშირდება ეს ერთი. ესე იგი ციკლის დროს ტკივილი არ მაქვს. არ მაქვს PMS-ი, რომელიც მაწუხებს დროდადრო, მაგრამ იმ პერიოდში მივხვდი, რომ საერთოდ ვერ ვიგრძენი. ვარ მშვიდი. არავის არ ვეჩხუბები, ხო ხტები, აი რაღაცა წინარე პერიოდი ვარ სრულიად მშვიდებული და რა კარგია. მე რა ქვია, მენტალურადაც მეტი ფოკუსი, არ ვიცი, ბევრი რაღაც შემიძლია კიდე ჩამოთვალო, რაც დავაფიქსირე და მივხვდი, რომ ამაში ძალიან დიდი ისეთ სიბრძნე კერპო. იცი რა მინდა რომ მითხრა, ეს იყო უბრალოდ დაბალანსებული კვება თუ შედიოდა რაციონში რაღაცა ისეთი, რასაც ჩვენ არ ვიღებთ მაგალითად. ხო, არ ვიღებ. ანუ რაიმე სახის ბალახი, ან რაღაცა მსგავსი. ხო, არ იყო არაფერი მსგავსი. ჩვეულებრივ ბალანსირებული კვება. ჩვეულებრივ ბალანსირებული კვება და კიდე პლუს რაღაცები, როგორც რაღაცა დამატებები, აღარ მახსოვს, რაღაც ბადები ქონდა, კიდე მახსოვს, ოღონდ მე არ შემიძენია. რაღაცნაირად მივხვდი რომ ეხლა ზედმიწევნი და რო პირებდი ამის ისედაც ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო და მივხვდი რომ ამის ესე სრულყოფილად არ მინდოდა ყველაფრის გავლა მივხვდი მოკლედ რაც დამაიმედებელი იყო მოკლედ იმას მივყევი ხელი და
მაგრამ ამას რა თავი დავანებოთ, ამის მერე მე გავიკვლიე კიდევ ერთ-ერთ კვების სტილს მივაგენი და არც ამის პროპაგანდას არ ვაკეთებ. ეს იყო ჩემი კვლევა პირადი, ჩემი ენთუზიაზმი აი ამ რაღაცა კვების თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თურმე ადამიანის ჯანმრთელობაში არ აწამლებს და ექიმს პირველ რიგში, არამედ კვებას, რაციონს, აი კვების ჰიგიენას. რამხელა მნიშვნელობა აი რა სჭამ. და ანუ ის წესები, რომლებიც აი გგონია რომ რაღაცნაირად აი ჩაბეჭდილი მქონდა, რომ ქათმის ყანი არ ჭამო, ცხიმი აქვს, რაღაცა არაქი არ ჭამო, ძალიან ცოტა, ერბო არ ჭამო, ხარ ძალიან ცხიმიანი, წითელი ხორცი, ვაიმე. და აი ზუსტად აი ამ რაღაცებისგან შედგე 2 კვერცხზე მეტი არა. აი ეს იყო ჩემი რაციონი, ხარაც ჩამოვთვალე და კიდე რაღაცები ქათან, ნუ ცხოველურ ცხიმებსა და ცილებზე ვიყავი ფაქტიურად 3 თვე. 3 თვე ვიყავი ამ დიეტაზე. ქოლესტერინი არ აიწია? ქოლესტერინი აიწია, მაგრამ მანდაც რაღაცნაირად ქოლესტერინი არ შემოწმებია, მაგრამ რაღაცნაირად თვითონ იმ ექიმების რწმუნებულებებს მივდევდი იმ პერიოდში, ვინც ამბობდა, რომ ეს ოკეი, არა უშავს, ამის გამო ესე თუ გული არ დაგარტყამს. და მეც რატომაც ეს ჩემ თავს ესეთი პირობა დაუთქვი, რომ ცოტა რთული და ძალიან ექსტრემალური დიეტა არის, მაგრამ მე უთხარი ჩემ თავს, რომ მოდი გაქაჩე რამოდენიმე თვე. რა იცი, რას კარგავ? იმიტომ რომ მე არაფერი დასაკარგი არ მაქვს. ძალიან რთულად, ანუ ყველანაირი დიაგნოზი მაქვს მოსმენილი და ანუ ვერ გავიგე ხა კიდე სხვა დიაგნოზის მოსმენა წავიდე. ხო და რაღაცა ავიღე ჩემს თავზე ეს პასუხისმგებლობა. და არის ესეთი ადამიანი მენტორი, რომელიც ესე ვთქვა ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევს აი ამ კვებას ქალებში, ვისაც ეს ფერტილობის პრობლემები აქვს და ესეთ რაღაცას ამბობს, რომ 3 თვიდან 6 თვემდე 90%-ში დავრსულდები. ამას გეუბნება რა. და მე ხა ბუნებით სკეპტიკური ვარ. ოკეი. არაფერი ჩემი არ მიდის. მართალია ცოტა რთულ გამიჭირდა პირველი თვე და მეორე თვე რაღაცნაირად რაღაცა მეორე მესამე თვე მეთქი კიდე ანუ 3 თვის მერე ცოტა გამიჭირდა. ხო. მაგრამ არც დამჭირდა მეტილოდინი. სიმართლე გითხრა, როგორც იმ კაცმა თქვა, რომ 3 თვე მაინც დავრსულდი, როგორ იცი? როგორი ის მომენტი იყო, იცი, რომ აი ყველა მე ხო ჩამოვთვალე რამოდენიმე ჩემი ორსულობა და ყველა ორსულობის დასაწყისი ვიგრძენი 2 კვირით ადრე ვგრძნობდი. ეთყობა ჩასახვიდან ვგრძნობდი, აი ძალიან ესეთ ენერგეტიკას. არა. სიმპტომატიკას, რომელიც იდეაში ნორმალურია ხა, ვიღაც ექიმი მეტყვის, რომ ხო, მე რა, ეგ ნორმალურია, რომ შეიძლება ქაჩვის პრობლემაც ქონდეს, გეკაჩებოდეს მუცელი, წელიც კიოდეს, რაღაც ენერგიას არ ქონდეს, ოკეი, ეს რა მოხდა, ხო, დაფერმძიმდი და ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ესეთ ადრეულ ვადაზე, ხო, მაგრამ ხო, ანუ ერთი კვირით ადრე მაინც შეიძლება რაღაცნაირად იგრძნოს ქალმა, იმიტომ რომ მე ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, რომ რაღაცა ცუდად ვარ რა, ან ფეხმძიმობა, ან ისევ PMS-ია, ვერ ხვდებოდი რა იყო, მაგრამ PMS-ს ცოტა განსხვავებული შეგრძნებებიც აქვს, ხო, დამეთანხმებით გოგოებო. და მოკლედ ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რომ ორსულად ვარ და ჩემი ვარაუდი ყოველთვის დასტურდებოდა ტესტით. მაგარია ამის წინასწარი შეგრძნით არანაირად არ ასე ვთქვათ ვითარდებოდა ეს ამბავი და მოკლედ მივხვდი რომ დაფეხმძიმება ოკეია ჩემი ორგანიზმისთვის, მაგრამ რაღაცა არ აძლევს გასაქანს, რაღაცა ჰორმონალური ჯახია, არ ვიცი, ან რაღაცა ანთებითი პროცესია, რომელიც ქალებში ზოგადად დღევანდელი კვების პირობებში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ფარული ანთებები და მეც მათ შორის ვიყავი, იმიტომ მე ძალიან მოყვარული ვარ წასუსნაობების ნახშირწყლების ვგიჟდები ამაზე. ანუ ვერ ვამბობ უარს, მაგრამ
არა როგორ ვერ ვამბობ. მე რა თქვი? ვარ, მაგრამ როგორც კი გარეთ გავალ, აი ძალიან მარტივია, ესე დამიქნიო და აი მინდა. მაგრამ ხო, ეს პერიოდი ძალიან ისე კაც რეჟიმში და დისციპლინაში ალბათ. და ეს ბავშვი შეინარჩუნე. ეს ბავშვი შევინარჩუნე, არც ველოდი რომ ორსულად ვიქნებოდი. აი სრულიად ჩემთხოვით გავიკეთე ტესტი წინა დღეს და აი ძალიან მკრთალად ჩანდა რომ ორსულად ვარ. და მიქი რატომაც არ ვიცი, იცი როგორ რაღაცა იყო, ყოველ ჯერზე, ყოველ ორსულობაზე მეგონა რომ всё, ანუ ეს ის არის. ხო, არაფერიც არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ნუ რაც ხდებოდა და ამ ჯერზეც უკვე ცოტა ისე ვიყავი მაინც, აი, ეტყობა დაღლილობისგან რა, ამდენი იმედგაცრუების მერე, ხო. და მოკლედ ძალიან მადლიერი ვარ აი რაღაცა ჩემი გამოცდილების და იმის რომ არ შემეშინდა ამ პასუხისგებლობის აღება პრინციპში შიშთან არც ყოფილა ეს კავშირში უბრალოდ ეს იყო შიში არ არის გამბედაობა არის ალბათ რომ არასტანდარტული გზა სცადო ხო რაც მე ყოველთვის ესეთი ტიპი ვარ რომ რაც ერთს ვერ ვჯერდები რა ანუ ყველაფერი უნდა სცადო მინდა რომ სცადო იმიტომ რომ ყველას პატივს ვცემ ყველა ექიპს და ესე შემდეგ მაგრამ არც ერთი ექიმი არ კითხავს შენ რითი იკვებები არავის არ აინტერესებს შენი რაციონი აინტერესებს როგორი ანალიზი როგორი პროლაქტინი გაქვს всё ანუ და всё არა ბოდიში კიდევ ერთხელ ყველას დიდ პატივს გცემთ მაგრამ ეს იყო ჩემი გამოცდილება რომ არც ეს არ აინტერესებს ხო აი ამ პროცესში ეს იყო მე რამდენი ორსულობა ხო და წინა მძიმე გამოცდილებების შემდეგ ალბათ ძალიან რთულად გასავლელი იყო ეს ორსულობაც იმიტომ რომ იმედი ალბათ ხან ჩნდება ხან იკარგება შიში ჩნდება რომ აი მე ეხლაც არ დავკარგო აი ამ პერიოდზე რომ მოგვიყვე ხო კაი მოგიყვებით კი მქონდა მიუხედავად ჩემი ისეთი მებრძოლის სულისა და ხასიათისა შიგადაშიგ მქონდა ეს განსაკუთრებით 18 კვირაზე იჩინა ამან თავი იმ ძველი გამოცდილება გაგახსენდა რა თქმა უნდა ეს იფეთქა ამ ტრავმასავით რომ ამ ტრიგერი არის რა თქმა უნდა ხამა ტრიგერა ეგრევე რომ მეთქე როგორ მე გადავხო ეს 18 კვირა და მე ვიდეოები ყოველ ძალიან ხშირად ვემოწმებოდი ვცდილობ და როდის დამშვიდდი საბოლოოდ საბოლოოდ დამშვიდდი ალბათ 24 კვირის მერე. ხო, 24 კვირის მერე და მე ხო, მე ეხოდან ეხომდე ცოცხლობს გადასული ქალი და მაინც ყოველთვის ის არა ქვია. აი 24 კვირაზე უკვე ასე თუ ისე ჩანდა ბავშვის ყველანაირი მითარება, მე მგონი თუ არ ვსწრები 30 კვირაზე იყო, 24 კვირაზე იყო და მოკლედ რომ დაურწმუნდით რომ ჩამრთელია ეს ბავშვი ყველანაირად მეც მომეშვა და ვიფიქრე რომ ეს ჩემია. როგორ ძლევდი ხოლმე ამ ფიქრს, რომ ნეტა არაფერი მოხდეს, ნეტა ერთხელ მაინც გამოვიდეს. ეგეთი ფიქრები მაწუხებდა ალბათ მაშინ, როდესაც რაღაცა უცნაური ხდებოდა ჩემში. თვითონ ორსულობის პერიოდს გულისხმობ. ხო, მაგას გულისხმობ. ხო, აი როდესაც გაინაცრა პირველად ბავშვი ჩემში და რაღაცა ეს ცვლილებებს როცა განიცდის თვითონ ემბრიონი, როდესაც ნაყოფი, როდესაც ვითარდება თვითონ, ხან ყუჩდება, ხან სწინავს, ხან ძალიან აქტიურია და აი მაგ დროს ხო, ცოტა შფოთვა მიტევდა, რომ მეთქი რაიმე ხო არ ჭირს. ანუ ეს არც არ ვამბობ არა, დედისთვის ბუნებრივია, მეტუმეტეს იმედისთვის, რომელმაც ამდენი რამე გამოიარა. ხო, როცა პირველი გამოცდილება. ხო. შენ ძალიან ბევრი ისაუბრე აი ამ არასტანდარტულ გზებზე. ხო. აქვე მაინტერესებს აუცილებლად მინდა კითხო რა ამბავიც რომ გარდა ამისა რომ დაუშვათ კვებითი რაციონია, იოგა, ბალახეული მკურნალობა არის კიდევ არსებობს, რასაც ხშირად გვთავაზობენ ხოლმე და ჩვენთვის ყველასთვის შემოუთავაზებიათ, თქვათ მონასტერში იქნებ წასულიყავი. ანუ მსგავსი. ხონია ეგ გამოჩნდება? ხონია. ჩემმა ნაცნობმა მომწერა, მასაც მარტულშია მე მგონი რაღაც მონასტერი. არა მარტო თუ არ მარტოზე არ ვთქვამს, მაგრამ იყო რაღაცა მონასტერი, რომელიც მან მე მირჩია პირადი გამოცდილებით.
სხვათა შორის. იყო აკვანის თემებით, თუ ეგ არის მარტელი. აკვანია, ეგ არის მარტელი, კი, მარტელი. ეგ ისე ყურმოყრით გამიგია, ეგ არ შემოუთავაზებიათ. ყოფილა ეგ რომ მონასტერში წავსულიყავი, მაგრამ რაღა დავმალო ჩემო მაყურებლებო და მე არ ვარ რელიგიური. ხო. და რაღაცნაირად რელიგიური ისეთი კლასიკური გაგებით შეიძლება თანაც რელიგიური ვარ. ჩემი ცხოვრების სტილით, მაგრამ ესე მონასტერში ანუ არ იქნებოდა ეს ჩემგან ავთენტური რა. არგი და როგორი იყო დედობა ამ ურთულესი გზის შემდეგ? ხო, 8 წლის თავზე ჩემი მშობლობა ალბათ ძალიან მაგარია რა. აი ამაზე მაგარ რაღაცას ანუ ყოველთვის წარმოვიდგენდი ამ მშობლობას როგორი იქნებოდა და ესე შემდეგ, თუმცა არაფერი არ შეეძრება მართლაც რეალობას და აი 8 წლის თავზე ალბათ კიდევ უფრო მეტად აფასებ ამ ადამიანს და არ ვიცი ამ გამოცდილებასაც და ყოველ ღამე თუ კი რაიმე არ მიშლის ხელს ყოველთვის სამყაროს მიმართ ძალიან მადლიერი ვარ და რაღაცნაირად ვცდილობ რომ აი ამ რაღაც მადლიერებით აღვივსო ყოველ საღამოს და როცა ვწვევი და მოკლედ იქ არის ჯადოსნური შეგრძნება. ძალიან ჯადოსნური. მაგრამ არ გაქვს შიში? რისი შიში? რომ აი განსაკუთრებულად ისეთი დედები რო არიან ხოლმე. ხო. არ ვიცი ამ სიტყვის თქმა ეთერში შეიძლება თუ რა დაფეთებული რომ აი რაღაცა ისეთი არ შეჭამოს აი მე რაღაცა ის თავი არ მიარტყას არ გაცივდეს აი ესეთი რაღაცეები თუ გაქვს დედა არ ვარ მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანი ველოდი ამ საოცრებას და ჩემს დედობას ეგეთი დედა არ ვარ პირიქით ვარ ძალიან თანამედროვე იმ გაგებით რომ ჩემთვის ოკეია თავარია ბავშვის უსაფრთხოება მაგრამ ის რომ რაღაცა მიტას აიღებს საიდანღაც და პირში ჩაიდებს თუ ფეხში ივლის თუ ბალახზე გაივლის პირიქით ეს ჩემთვის რაც უფრო მეტი სენსორული განვითარება ექნება ჩემთვის უფრო ჯანმრთელობაა ხო ჯანმრთელობაც არის და რა ყველაფერი და ხვდები რომ ამით ჩემი შვილიც ბედნიერია ხო ბედნიერი არის ლაღი და თავისუფლად ეზრდება თუმცა ხო ყველაფერი ანუ საზღვრებში ესე ვთქვათ რა ანუ ჩემი საზღვრებიც მაქვს კაცრიც ვარ ცოტა არ იყოს. ალბათ ცოტა საჭირო. ოღონდ არ მეტყობა დიდას, ან მეტყობა არ ვიცი. რაღაც მე ჩემ თავს ასე აღვიქო, რომ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ სხვებთ არ ვთქვი ეს. უია, შენო არა ხარ მკაცრია. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის საზღვრების დაცვას იმ მკაცრეს არ ნიშნავს, უბრალოდ აუცილებელი. საზღვრები აუცილებელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ურთიერთობაში. შენ და შენი მეუღლის ურთიერთობა თუ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში. აი შენ რა გამძლეობაც აღმოგაჩნდა მასაც აღმოაჩნდა? ის ჩემზე მეტად ძლიერი მგონია ამ მხრივ. კი, და ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩემი გიორგი. ძალიან მაგარია. გულში ხარ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. მე მყავს ფანტასტიკური პარტნიორი, მეგობარი და რა ვიცი, აი გვერდში მდგომი და ახლობელი არანაირი დისკომფორტი, არანაირი არაფერი, ანუ მე ვიყავი მისთვის პრიორიტეტი ყოველთვის იმ პერიოდშიც და თუ მომავალში არაფერი არ მოხდებოდა პრინციპში მე მაქვს ამის რაღაცნაირი რწმენა რომ მომავალში ესე გაგრძელდებოდა რომ მე და ეგ ვიყავით პირველ რიგში წყვილი. ხო. შეკრული, ძლიერი ფუნდამენტით. შესაბამისად, ვერანაირი გამოცდილება ჩვენ ეს ამგონია რომ რაღაც ესეთი რაღაცები ვერ დაანგრევდა ამას. ამის რწმენა მაქვს. ძალიან მაგარი რწმენაა ეგ. ხო. და ძალიან სიღრმისეულ ურთიერთობაზე მიუთითებს. ნათია, მადლობა ძალიან დიდი. იყო უსაინტერესო ეს შენი გამოცდილება. არ დავასრულებდი ამ გადაცემას და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს კიდე რომელიც მაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი ასე მოითხოვს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მილინ პარას, რომელმაც შენ გამოგიგზავნა. ეს გემრიელესი ფაფები აუცილებლად დააგემოვნე, იმიტომ რომ ერთია რომ ძალიან გემრიელია, მართლა ნატურალურია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველი მათგანი ისეთი შემადგენლობის არის, რომ ჩვენ დაბალანსებულ კვებაზე ვსაუბრობდით და ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დიდი მადლობა მარიამ. არ დაგავწდათ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და გამოიწეროთ ჩვენი არხი Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე.